დღევანდელი ჟურნალისტიკა დღევანდელი ჟურნალისტიკა ომია ეკა. ერთხელ სარეკლამო რგოლს წერდი ჩემი გადაცემისთვის და იქ თქვი და ეხა გამოვიყენებ იგივეს ვიტყვი უბრალოდ იმიტომ რომ ასე ვფიქრობ მთელი ცხოვრება ჩვენი პროფესია იყო ბრძოლა მარტივი კი არ ყოფილა ძალიან რთული მაგრამ ეხა არის ომი ეხლა არის ომი მაკა ჩიხლაძეს რაც დამართეს იმ დღეს ვუყურე რა მე მიჭირს ხო იცი მაგ კადრების ყურება და იმ დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ აი როგორ გადარჩა აი გურამ როგავა როგორ გადარჩა გიორგი შეწირული ანუ ეს არის ომი 5 ივლისი ლექსო ლაშქარავა რაღაცა გაუგებარი ვიღაცა შავრაზმელი ადამიანები ფიზიკურად წიხლებიც ეხლა არის ომი მაშინ იყო ბრძოლა აი ესე ვიტყვი და ჟურნალისტიკაში დღეს არის ორი მხარე როგორც არ უნდა გვინდოდეს ამ საკითხთან შეხება, ხო? ასეთი გამოკვეთილი, დაყოფილი, ასეთი ალბათ იყო, სამოქალაქო ომის პერიოდში. და შენ მქონია მცდელობა საუბრის მათთან? არა, მქონია ძალიან დიდი ხანი, მე ურთიერთობებს ვინარჩუნებდი ადამიანებთან, რომლებიც მედიაში განსხვავებულ ჩვენ საწინააღმდეგო მხარეს დგანან. ძალიან მე მიჭირს ურთიერთობების გაწყვეტა. ანუ ამაზეც ხშირად მაკრიტიკებენ ხოლმე, ხშირად Facebook-ზე მქონია შემოტევები, მაგრამ მე ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებთან, რომელთანაც ბავშვობიდან ერთად მოდიხარ, ჩემთვის ძალიან მძიმეა და ტრაგედია. რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მოიტანა, ისე არის ეს ქვეყანა, ისეთი უფსკრული თავისივე ხელით მოთხარეს ამ საზოგადოებაში, რომ ხო, ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩატეხეს რა ურთიერთობები და ჩემთვის ძალიან მძიმეა, ადვილი არ არის, ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. ამოვსებასაც უახლოესი ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი შენი ცხოვრების, აი სულ პატარები რო იყავით იქიდან მოყოლებული მოგონებები გაკავშირებს დღეს უბრალოდ დაბადების დღეს არ მოგილოცავს ტელეფონზეც კი. საერთოდ აღარ არსებობს შენ მისთვის. ეს ჩემთვის არის მტკივნეული. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ურთიერთობები. იცი როგორ მიჭირს ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ პარალელურად მოიტანა აი ამ უფსკულმა წყენები, გულგატეხილობა. ერთ დღეს შეიძლება დაფიქრდე, რომ რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ. საერთოდ აი რო დავსხდეთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. როცა ჩემი შვილი მაგალითად რუსთაველზე გარბის და უკან სპეცრაზმელი მისდევს და მე აი ესეთი თვალები აქვს და შენ ამ დროს ან სტატუსს წერო ღირსები არიან და ან ამის გაправებაში ხარ ჩართული მე და შენ უკვე ვეღარ ვართ ერთად. ამიტომ აი ამ პროცესებმა ძალიან მტკივნეულად გაიარა ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ესე მოხდა. და ამაში ვადანაშაულებ ოცნებას. აი ამ პროპაგანდას, აი ამ ბოროტ პროპაგანდას, რომელმაც ადამიანებს ერთმანეთი და იცი როგორ ყველა ურთიერთობას იცი როგორი ჩაბღაუჭებული ვიყავი ხოლმე, რომ აი რანაირად, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი ცხოვრება დადგა. ბევრ ადამიანთან დავიშალე რა.